ქართულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების ამოქმედებიდან 2 წელზე მეტი გავიდა. რეგულაციის დაკმაყოფილების ნაწილში უკვე გამოიკვეთა ცალკეული გამოწვევები. ამასთან ახალმა მოთხოვნამ ბიზნეს ხარჯი გაუზარდა. როგორ იცავენ ენერგოეფექტურობის სტანდარტებს მშენებლობაში და რა სახელდება ძირითად პრობლემად? დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, მოგესალმები. ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების ამოქმედების შემდეგ საქართველოში უკვე 31,000-მდე სამშენებლო ნებართვაა გაცემული, აქედან ექსპლუატაციაში შენობების მხოლოდ მცირე ნაწილია შესული და შესაბამისად ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როგორ აკმაყოფილებენ აღნიშნული შენობა ნაგებობები დაწესებულ მოთხოვნებს. თუმცა ენერგოეფექტურობის ცენტრში განმარტავენ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო პროცესში, გამოკვეთილია მთელი რიგი ხარვეზები, გამოწვევები კი მეტწილად კვალიფიკაციის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. ეს ეხება როგორც ნაგებობების პროექტირების ეტაპებს, ასევე თავად მშენებლობის ნაწილს. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ენერგოეფექტური მასალებით მშენებლობის პროცესი კერძო სექტორს ხარჯს უზრდის, რაც საბოლოო ჯამში კვადრატული მეტრის ღირებულებაშიც აისახება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებელი მოგებულია, ვინაიდან ენერგოეფექტურ საცხოვრებელ ან საოფისე ფართში კომუნალური ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალია. საექსპლუატაციო პარამეტრებზე საუბარი ძალიან ადრეა, იმიტომ რომ რამოდენიმე წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ შეიძლება უკვე ობიექტური დასკვნის გაკეთება, იმიტომ რომ ახალი შენობა როგორც მოგეხსენებათ, სრულ რეჟიმში არ შედის ექსპლუატაციაში, მეტოს უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ საყოფაცხოვრებო მრავალსართულიან შენობებზე. კიდევ ერთი დამატებითი მოთხოვნა, რომელიც იგეგმება წლის ბოლოდან შევიდეს ზალაში, ეს არის სავალდებულო ენერგოაუდიტი ყველა პირველი კატეგორიის საწარმოსთვის, მიუხედავად იმისა, რა მიმართულებით ოპერირებს და ასევე სერტიფიცირების და ინსპექტირების ვალდებულებები, რომლებსაც ისევ გარკვეული პრობლემა უდგას საკვალიფიციური კადრების მიმართულებით. საბოლოო პროდუქტში საკმაოდ დიდი დანაზოგია. ნაკლები მუშა სჭირდება, ნაკლები ლესვის ხარჯი სჭირდება, ანუ სხვა სამუშაო სპეციფიკა. ამიტომ სჯობს, რომ კომპლექსურად დაითვალონ ალბათ მშენებლობის ნაწილში ხარჯები და მხოლოდ ერთ პროდუქტზე სხვაობაში არ გამოიტანონ დასკვნები და შემდგომ თვითონ მომხმარებლის მხრიდანაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვან დანაზოგს აკეთებს კომუნალურებზე. შეიძლება კვადრატული მეტრის ღირებულება $20-25 გაძვირდეს ან 30-ით ამ ტიპის შენობა ნაგებობაში, მაგრამ ეს იქნება ვთქვათ 50 კვადრატის შემთხვევაში $3-5,000 გაძვირება, მაგრამ 15 წლის პერსპექტივაში ზამთარი მით უმეტეს საქართველოს საკმაოდ ხანგრძლივი გამოგვივიდა ბოლო წლებშიც თუ დავაკვირდებით, შეიძლება წელიწადში $3-4,000 დანაზოგზეც მივიდეს. ამიტომ 10-15 წლის პერსპექტივით მომხმარებელი საკმაოდ მნიშვნელოვან დანაზოგს იღებს და მშენებელიც. ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებისას კვალიფიკაციის პრობლემა ინსპექტირების ნაწილშიც იკვეთება. ენერგოეფექტურობის ცენტრის ინფორმაციით მუნიციპალიტეტებში ხშირ შემთხვევაში დეფიციტია იმ კვალიფიციური კადრების, რომლებმაც მშენებლობის ენერგოეფექტურობის ხარისხი და მათი მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეამოწმონ. კერძო სექტორში კი განმარტავენ, რომ თუ მანამდე ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილება თავად ბიზნესის კეთილნებაზე იყო დამოკიდებული, ახლა მინიმალური სტანდარტების დაცვა ნებისმიერ მათგანს უწევს. მშენებლობის ხარისხს რაც შეეხება, თუ აქამდე ნებისმიერ მშენებელს შეეძლო თავისი გადაწყვეტილებით მიემართა სხვადასხვა ენერგოეფექტურობის გზაზე, ახლა უკვე პროექტით იქნება გათვალისწინებული და საბოლოო ჯამში მომხმარებელი ინფორმირებული იქნება, როგორი ტიპის ენერგოეფექტურობა აქვს მის ნაყიდ უძრავ ქონებას, ანუ ეს მარტივი მასალებით, ქვაბამბით ხდება თუ XPS-ით და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, ვთქვათ, იტონგის ბლოკით აშენებული მისი გარე საფასადე კედელი. საბოლოო ჯამში სამინისტრო ამის მონიტორინგს ვალდებულება აქვს მონიტორინგის, მაგრამ პირველადი ინსტიტუცია და უჯრედი, ვინც ამასთან შეხებაში, ეს არის მუნიციპალური დეპარტამენტები, განყოფილებები, რომლებმაც უნდა მიიღონ ექსპლუატაციაში შენობა და რომლებმაც ენერგოეფექტურობის მიღმა ამ კონკრეტული შენობის საპროექტო დოკუმენტებთან შესაბამისობა უნდა შეამოწმოს. აქ გვაქვს ზუსტად კვალიფიკაციის და რესურსების, ანუ რაოდენობრივი რესურსების პრობლემაც, რომელიც აუცილებლად განვითარებას მოითხოვს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები ძალაში 2023 წლის 1 ივლისიდან შევიდა. იმ შემთხვევაში, თუ კი კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.